მოძრაობის კანდიდატი თვითონ ისიც შეარჩიეს არჩევანი თქვენს ყოფილ კოლეგას ალოდუმაშვილს გულისხმობს უკვე თავისთავად მეტყველებს პირველი იმაზე რომ ნაციონალური მოძრაობა არის კრიზისში და მას არ ახავს კადრები რომელიც ხალხთან გამოჩენის არ შერწყება და მეორეც და ამიტომ შეარჩიეს ყველაზე როგორ გითხრათ არ დამეწყოთ ახლა ჩხუბით ჩემს კოლეგაზე ეს რა ლაპარაკობა მაგრამ ყველაზე უფერული სახე ვინც კი შეიძლება და ძალიან ფერიანი სახე აქვს ბატონ ზალს. ვერ დაგეთანხმებით. პოლიტიკურად უფერულია თქვენ. პოლიტიკურად უფერული. მე უბრალოდ ერთ ძალიან პიროვნული მას გეტყვით. ეხლა ზოგადად საინფორმაციო იმათ საშუალებებს კი არა, ინფორმაციას ვადევნებ თვალს, აი ბოლო 20 წელია ტელევიზორს არ შორდები გაზეთი, სულ ინფორმაციულ ველში ვარ. რუსთავი არის ტელევიზია, რომელმაც შეძლო რომ ვინც კი იქ ეთერში დაждდა 5 წუთით, მაინც სახედაქცია, ხო ძალიან ძლიერი ტელევიზია, ძალიან გავლენით. ო ეს მის პლუსებს. ახლობით, დიახ, რუსთავი 2-ზე ვლაპარაკობ, 2 თუ 3 წლის წინ ვიყავი პირდაპირ ეთერში უდუმაშვილთან ცოტა ვიჩხუბეთ, რის მერეც სოციალურ ქსელში წავედა ძალიან ისეთი ზოგი კრიტიკა ეს მინისტრები როგორ იქცევენ ზოგისგან ტაშის ცემა რა, აი რა უკნა უდუმაშვილს დაადუმა და მე დავსვამდი კითხვას გაოცებული ეს უდუმაშვილი ვინ არის თქო. ადამიანმა ვერ დამამახსოვრა თავი საერთოდ. თბილისელები გადაწყვეტენ ვის დაამახსოვრდა ის ვის ასეთ სახეზე გააკეთეს რომ გაქცეოდნენ აი რა ქვია მელიას ტიპის ყვირილებს მაგრამ ამან იმის ნაცვლად რომ ის თავის ხაზი გაიგრძელებია მელიას სტილში დაიწყო რაღაცა განცხადებების კეთება არა მგონია ეს საარჩევნო პროცესში შეაფასებს ალბათ ამომრჩეველი ვისი კანდიდატი უფრო კარგია რომ თავის თავს გაექცნენ და უკვე თავის თავში რომ არ ახავთ კანდიდატურა ესეც მათი კრიზისის კაფიუმანიშნებელია. გასაგებია. დიდი მადლობა სოზარ სუბარს, რომელიც ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს. ჩვენი შემდეგი სტუმარია ვანო მაჭავარიანი, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას წარმოადგენს და ჩვენ ვისაუბრებთ მასთან სწორედ ვენეციის კომისიის